მიუხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ ორივე მხრიდან, დედითაც და მამითაც, მეგრული ფესვებით, ბებიის მხრიდან, ნიგზიანი კერძებით და არ მიყვარს და განსაკუთრებით არ მიყვარს ნიგზიანი ბადრიჯანი. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი აკეთებს საუკეთესო ბადრიჯანს, შემიძლია ვთქვა, ამამა და ვისაც გაუსინჯია ზუსტადიც რომ დამეთანხმება. ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ ბადრიჯანს მაიონეზით, რომელიც არის ძალიან გემრიელი, განსაკუთრებით ზაფხულში. მგონია რომ ნიგოზი ზოგადად მძიმეა და განსაკუთრებით ზაფხულში და თან მარხვის დროს გამოგადგებათ. შეინახეთ ეს რეცეპტი აუცილებლად. მithumetes თუ თქვენს შემსავით დიდად არ გიყვართ ნიგზიანი ბადრიჯანი. აბა დავიწყოთ. ბადრიჯანი კარგად გავრეცხე, შემდეგ გავთალე და დავჭერით ხელნაჭრებად. მგონია რომ შეწვის დროსაც მალე იწვება, კარგად იწვება ორივე მხრიდან და მისართმევადაც უფრო ესეთია, კარგია. თხელი ნაჭრები. მოვაყარე თასშივე მარილი და კარგად ავსვარე, ეს სათითაოდ ყველას წავსვი და გადავიტანე ტაფაზე, ცოტა მეტი რაოდენობით ზეთი, როგორც იცით ბადრიჯანი ბევრ ზეთს იწოვს. შეწვის დროს და შევწვი ორივე მხრიდან. ძალიან დაბრაწული არ მიყვარს, ისე ოქროსფრად როცა არის. მგონია რომ ესეთი სტრუქტურა უფრო უხდება. და გადმოვიტანე შემდეგ უკვე შემწვარი სალფეტკზე, რომ ეს ზედმეტი ცხიმი გასვლოდა და შედარებით ისეთი ცხიმიანი აღარ ყოფილიყო. გამოვიყენე 1 ცალი დაჭრილი ხახვი საშუალო ზომის და გაჩნია ბადრიჯანის რაოდენობას. მე მქონდა 3 ესეთი დიდი, კაი მოზრდილი ბადრიჯანი იყო, ვიდეოში კი ნახავდით და მაგისთვის გამოვიყენე 1 თავი ხახვი. იმ ტაფაზევე გადავიტანე, სადაც შევწვი ბადრიჯანი, ზეთში ასევე ოქროსფრად მოვშუშე და შემდეგ უკვე დავიწყე გულსართის შეზავება, რისთვისაც გამოვიყენე ეს მოშუშული ხახვი, გადავიტანე ჯამში, შემდეგ დავამატე მწვანილი და მწვანილებიდან გამოვიყენე ქინძი დიდი რაოდენობით, კამა, ოხრახუში და ძალიან ცოტა მწვანე ხახვი. ასევე დავამატე სუნელები, გამოვიყენე ქინძი, უცხო სუნელი, ცოტა დაღერღილი წიწაკა, მარილი გემოვნებით, თუმცა ბევრი არ მოგივიდეთ, იმიტომ რომ უკვე შეწვამდე ბადრიჯანს დავაყარე და არ დამლაშდეს ძალიან და მაიონეზსაც აქვს თავის რაღაც მარილიანობა და დაახლოებით ჩავაჭყლიტე 3 კბილი ნიორი. შემდეგ კარგად გადაურია და გადაუსვი ბადრიჯანს. იგივე წესით ზუსტად მომზადებული ყაბაყი არის უგემრიელესი, ბევრად უფრო მსუბუქი და ძალიან კარგია განსაკუთრებით ზაფხულში. მე მიდევს ამასთან დაკავშირებით ვიდეოც და აუცილებლად სცადეთ. და გამიზიარეთ მე თქვენ როგორ მოგეწონებათ ეს რეცეპტი ან თქვენ როგორ ამზადებთ. აბა დროებით.